მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ. საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან ისო მოქალაქეები პროტესტის 292 საღამოს, ისევ დგანან მოქალაქეები ქუჩაში მტკიცედ და შემართებით და არაპირებენ შეწყვეტას ამ პროტესტის. ეს უწყვეტი საწინააღმდეგობა, უწყვეტი საპროტესტო აქციები არ მხოლოდ ბათუმში, თბილისში და დიდ ქალაქებში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში დღეს ისმის პროტესტის ხმა და ყველაზე ხმამაღლა რაც ისმის მოქალაქეებისგან არის პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სინდისის ტყვეების გათავისუფლება, მათ შორის არის მზია ამაღლობელი, პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი საქართველოს საბჭოთა კავშირის დაარსების შემდეგ, ჟურნალისტი და გამოცემა ბათუმელების დამფუძნებელი დირექტორი, მას 2 წლის თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გუშინ უკვე შევიდა სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ გამართლებელი განაჩენის დადგომას და მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მისი უკანონო პატიმრობიდან. აი აქაც თქვენ ხედავთ, რომ გამოკრულია ეს ბანერი თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს, თქვენ იცით, რომ უკვე ტენდენციად აქცია სასამართლომ სინდისის პატიმრებთან მიმართებაში კვალიფიკაციის შეცვლა და მათ აპატიმრებს 2 ან 2.5 წლით ძირითად შემთხვევაში ჩვენ სწორედ ასეთი საშიშების შესახებ მოვისმინეთ არაერთი სინდისის პატიმრის შემთხვევაში დღეს ასე პოლიტიკური პატიმრები პარტია ლელოს ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და ბადრი ჯაფარიძე გათავისუფლეს შეწყალებით და მამუკ ხაზარაძე გათავისუფლეს შეწყალებით. ეს გააკეთა ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყავალაშვილმა და როგორია შეფასებები, როგორც ამას პოლიტიკურ მოვლენებზე მე მინდა გავესაუბრო ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ამბობთ გაწყვეტინებთ საუბარს, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვარ. მოდი თქვენ გითხარით პირველ რიგში დღევანდელი გათავისუფლების შეწყალების აქცია რას ფიქრობთ? ოცნების პრეზიდენტმა შეიწყალა, ხო? მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. რა აქტი იყო ეს თქვენთვის? გვეთამაშება ხელისუფლება გვეთამაშება თითქოს კლარ შემიძლია არ შევეხო სინდისის პატიმრებს, რომლებსაც მიუსაჯა და ეს ადამიანები ახლა ბოლომდე ეცადა, მაგრამ ვერ გატეხა და ეს აქტი იყო და ეს ბიჭები თავაწეული შევიდნენ ისევ ციხეში, მაგრამ გარემოება რომ რაღაცას თითქოს და დემოკრატიობანას თამაშობს, მაშინ დაჭერის მიზანი რა იყო, რატომ იჭერდა საერთოდ. ეხლა გამოუშვა, ვერ ვიტყვი ეხლა რომ რაღაც თამაში არიან შესულები, მაგრამ არ მინდა მე ვფიქრობდი რომ გამოსვლის შემდეგ იტყოდე რომ არჩევნებში მონაწილეობაზე ვარ სიტყოდე, მაგრამ ეს არ დააფიქსირეს. რატომ აწყობს თქვენი აზრით არჩევნებში მონაწილეობა ლელოს და იგივე მამუკა ხაზარაძეს? თქვენ დაკვირვებით, თქვენ რა შთაბეჭდილება გჭირდებათ? მე ვერ ვიტყვი, მე ბოიკოტის წინააღმდეგი ვარ, იმიტომ რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამათან არჩევნებში შესვლას, იმდენად რამდენადაც რაც უნდა იმას დაიწყოს. ეს დაიწერა 16-ში, 18-ში, 20-ში, 21-ში, რაც მოისურვება იმას დაიწერს და ახლა მე თუ ვერ საერთოდ იმიტომ რომ დაკვირვების რესურსიც აღარ არსებობს, ხო? მაგრამ ეხლა ყველაზე მეტად გაჭედილი იმაშია, ეხლა რამდენი კაცი მივა ეს არის ის რომ რა უნდა დაიწეროს. აი ამაზე არიან მე ვფიქრობ გადაკვირვები, იმიტომ რომ 20% რომელიც უნდა დაიწეროს და იქ მოსული ამომრჩეველის რაოდენობის მიხედვით უნდა გადაანაწილოს, ცოტა აიჭრენ მათაც და აიჭრებიან სავარაუდოდ, იმიტომ რომ ბევრი ჩემნაირად ფიქრობს რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და ის გარემოება რომ ეხლა არჩევნებს ამ ქვეყანაში აზრი დაკარგულია, თან ეს ხელისუფლება იქნება, მარტო მე არ ვფიქრობ, რომ ჩემს ირგვლივ ბევრი ფიქრობს და არა მარტო აქ მყოფები, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილი ესე ფიქრობს და ეგონათ იმათ რომ ეს მუხტი ჩაქრებოდა, მაგრამ გუშინ წინ თქვენ ნახეთ საკმაოდ კარგი
აქცია შედგა იმ ბიჭების მხარდასაჭერად, ანუ სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად, როგორც თბილისში გამოვიდა და საზოგადოება მოქალაქეები. თუმცა ისევ დააკავეს აქციის მონაწილეები 20 მეტი პირი დააკავეს, შევნახეთ ასევე ძალადობა პოლიციელების მხრიდან. შეიძლება ჩვენამდესაც მოვიდნენ, ეხლა ანუ მათ არა შიში სინდრომის დათესვა უნდათ, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭირენ ამის თქმა მინდა რა. დაიჭერს ერთი მხრიდან დაიჭერს, მეორე მხრიდან დაუშვებს, ვიღაცა ჯარიმას დააწერს, ვიღაცას პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ ჩვეულებრივი ისაა, მაშინ ლოგიკა სად არის? ეხლა თუ ნიკა ხომ რომ გამოუშვა კაცია და ნიკა კაცია გამართებელი განაჩენი გიორგი ახობაძე ნარკოტიკების ჩადების თვის დააიჭირენ და შემდეგ გაამართლა სასამართლო. მაშინ დამანახოს ის ვინც ჩაუდო ეს ნარკოტიკები. ხომ სიმართლე ესაა. ანუ ლოგიკურად რომ მივყვეთ ესე უნდა იყოს. ანუ ჯერ არ სრათვე იყო პატიმრობაში ნიკა კაცია და შემდეგ თქვა სასამართლომ რომ ეს არის უდანაშაულო. პატიმრობაში და მაშინ ის პოლიციელები უნდა დაიჭირონ. ეხლა აქეთ მზიას საქმეზე გადაიყვანა სადღაც და სულ პოლიციელი პოლიცისტებთან მოიყვანა და აბსურდული. ანუ მათაც ისეთ თამაში შედია, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს მისი საზოგადოება, მისი ამომრჩევლისთვისაც მე ესე ვფიქრობ. მაგრამ ისინი რჩებიან ხელისუფლებაში მიტაცებული ძალაუფლებით, უკან არიხევს ივანიშვილი, რა დაახევინებს უკან ივანიშვილს. უკვე 292 დღეა საპროტესტო აქციები გრძელდება ქვეყანაში, მათ შორის ბათუმში. მესმის და არ ჩვენ დავიხლებთ. შვიდობიანად ამ ხელისუფლებას დავასრულებთ. რატომ გაქვთ ამის მოლოდინი რომ ეს მშვიდობიანად წავა სადღაც ივანიშვილის რეჟიმი ბერძლებს? ნუ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა როცა იქნება და ეს იქნება ხვალ, ეს იქნება 4 ოქტომბერს, ეს იქნება 13 სექტემბერს. ან თავარი ვაჩვენოთ უდვეთ შეუგუებლობა, რომ ამას არასოდეს არ შეგუება საზოგადოება საქართველოში. საზოგადოებაში არის და აქ თუ ვერ მოდის, მე მაგალითად რამდენი ხანი არ ყოფილა სუბიექტური მიზეზების გამო, მაგრამ პოზიცია არ შემიცულია, ისევ ამბობ, რომ რეჟიმში ვცხოვრობ. მზიას მიუსაჯენ, სინდისის პატიმრებს მიუსაჯენ, ვიღაცები უკანონოდ ყველას იჭერენ ისე და ანთავისუფლებენ, მაგრამ დამანახოს მაშინ ეხლა თუ სამართლიან სახელმწიფოზე საუბრობენ მათი სიტყვით, რომ ჩვენ თითქოს და კანონის უზრუნველესობა გვაქვს, უშინწინ ჩანჩალაძეს და მურუსიძეს მათ აგინებდნენ და ეხლა მე დღეს ვამბობ, რომ არ გვაქვს ამ ქვეყანაში არც სასამართლო გვაქვს, არც მართლმსაჯულება, არც პოლიციურ, აი ფაქტობრივად პოლიციურ რეჟიმში ვართ, არც ერთი ის ვინც აქციების დროს გაილახა, არც ერთი პოლიციელი დასჯილი არ არის, არც ერთი სპეცსაზმელი დასჯილი არ არის და რაც უნდათ იმას აკეთებენ, ეხლა თითქოს განახებენ დღეს ვიღაცები გაიჭირენ, ხვალ ვიღაცები გაიჭირენ, მათი გუნდიდანაც იჭერენ და აი ეს მიიღმას, ეს მაფიქრებინებს, რომ შითა წარეულობა, მათ დალაგებულები არ არიან. რეჟიმები ეს ეხება, ჩვენ გვახსოვს აბაშიძის რეჟიმები ერთი კლანი მეორე სული და მეორე მესამეს და ესე ბოლოს საბოლოოდ მოუხდა გაქცევა მოსკოვში. ყველამ ერთმანეთს დაუპირისპირდა და სადაც აბაშიძე ყივიცი ეხლა და არ მინდა არ შემიძლია არ შევეხო ამ თემას, რომ თურმე აბაშიძის რეჟიმი ყოფილა ამ ქვეყანაში დემოკრატია და მიშას დიქტატურა დაამყარა კერმაროვსკა. მე მაშინ მიშას ოპოზიციაში ვიყავი, ამაზე დიდი აბსურდი არ დაუდიო. როგორ შეიძლება ეხლა 13 წლის მანძილზე ზუსტად ეგეთ არჩევნებს ატარებდა აბაშიძე? უამრავი ადამიანია მკვდარი და მათ შორის ჩემი ახლობელი საერთოდ რომ გამოძიებული არ არის და დიქტატურა არ ყოფილა და თურმე ხიდი რომ ააფეთქა ეს დემოკრატია ყოფილა და ანუ საქართველოს მოგწყვიტა, ანუ აჭარა ცალკე ფიქრობ ეხლა სეპარატისტული აზროვნებით, რომ ცალკე ვიყავით და ეს ყოფილა დემოკრატია და ეს ყოფილა დიქტატურა და დიდი მადლობა. თქვენი სახელგვარი შემოხსენეთ, ჯუმბერ ჩაინიცა, მადლობა. როინ თქვენ რას ფიქრობთ, როინ დვალი, რას უნდა იყო ეს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, როცა შეიწყალეს პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური პარტიები ფაქტობრივად, ხო, ამ კახაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. არ იქნება ახალი ეს პოტენციალს ასავეთ მასშტაბია, ეს არის თამაში. თამაში ნახეთ რითი ანუ თან როგორ გამოგვიცხადეთ ეს არჩევნებში არიანო ისინი არჩევნებში მონაწილეობენ და ამიტომ უნდა გამოგვეშვა ეს იყო მათი განცხადება ხო ამ დროს იგივე ბრალდებით და იგივე სარჩულით არიან დაკავებულები სხვა პოლიტიკური ლიდერები ჯაფარიძე, გვარამია, მელია, ოქროაშვილი, გივითარგამაძე და ასე შემდეგ ხო ამ შემთხვევაში თუ ის არის აი ეს არ არის განაშაულად არ ითვლება და შეწყალებას იმსახურებს მაშინ ისინი რატო არის საყურებს მაგრამ აქ რაღაცა მინდა რომ ძალიან კორექტული ვიყო რა, ძალიან კორექტული მინდა ვიყო, მაგრამ ვერ არის არაფერი არ ხდება
მოლაპარაკების გარეშე, არაფერი არ ხდება ადამიანის თანხმობის გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ ნიკამელია როცა იყო დაჭერილი აი დიდი ოფისი და როცა იყონეს. მაგ შემთხვევაში შესთავაზე შეწყავება, მაგრამ ნიკამ თქვა ვარ. და არ შეიწყო. და შემდეგ ევროკავშირის გირაოთი გამოუშვეს, ევროპის გირაოთი გამოუშვეს, ხო? აი ეგ როგორ ხდება? მე თან დღეს შეცდომაში შეყავს კალათის რომ გინდა არ გინდა თუ არ უნდა შეწყალება იგდეს ბატონო, მე თუმე აღმოჩნდა რომ შეწყალებაზე უარისკმარ შეუძლია რაღაც აბსურდის თეატრში ვართ, მე არავის არ უსურვებს იყეში ყოფნას, მე და ყველა გარეთ იყოს და მაგრამ რა სინდისით, რა ნამუსით შეიძლება ჩახედოს ნებისმიერმა ჩვენგანმა თვალებში აი ხა მე რო დავეჭირო ვიღაცას და ვიღაცას შეწყალებით გამოიშვი ძალიან შემწხვებოდა, იმიტომ რომ ის 11 სინდისის პატიმარი, რომელიც დარჩა ციხეში და ზოგადად მაგრამ შეწყალების სპეციფიკ შენ არ გაქვს არჩევანი, ანუ გამოგვიდე არ ქონია მე რაღაცა ისეთი ამბავია შეწყალებით დროს არ გაქვს არჩევანი, მაგრამ იმის არჩევანი ხო გაქვს თუ შენ წინააღმდეგ შენ საწინააღმდეგო, შენი აზრის საწინააღმდეგო, შენი თანხმების საწინააღმდეგო მოკრა ეს ყველაფერი შემდეგ თქვა რომ არჩევნებში არ მონაწილეობდა ამ პროტესტის მონაწილეობის ამ საშუალება ქონდა და ახლა ხაზარაძეს თან რა ვიცი მე ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის რატა ელენე ხოშტარიას მიმართვა იყო ხესო თქვით ვარის ანამდროა და შეუერთდით ამ პროტესტს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ერთიანობა კი არ არის ამ არჩევნებში შესვლა და ამ არჩევნებში მონაწილეობა და ისედაც გაყალბებულ არჩევნებში, იმიტომ გაყალბებაც არ დაჭირდება, ეხლა ამათი ფიქრი და აზრი ბატონ ჯუბეს დავესეცხებ, ამაზე არის ის რომ ისეთი პროცენტი დაიწერონ, რომ მოახლოვდნენ რაღაც მაღალ პროცენტს, მაღალ ზღვარს, რომ მე თქვენ რომ აი ისა და ეს რა ვიცი მე ხა თვითმმართველობის არჩევნები ხელისუფლებას ვერ წვეს, მაგრამ რაღაც ლეგიტიმაციას ხო აძლევს. ამას ემატება ის 12 მანდატის ასე რომ თქვა ჯარგონით დაправება და პარლამენტში შესვლის სურვილი ეს კიდე ცალკე დამატებითი. აი ზურგში დანაშაულს ვეძახი მე ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არ შეიძლება ამ ხელისუფლებასთან რამე ფორმით შეწყალებას ღებულობ იმ პრეზიდენტისგან, რომელიც საერთოდ არ არის პრეზიდენტი, ჩემი მოსაზრებით და უმრავლესობის მოსაზრებით, ეხლა ვისი პრეზიდენტია მიშა ყაველაშვილი. საქართველოს მანტრების წევრი იყო, კი იყო ჩვენი ფეხბურთელი, მაგრამ ეხლა პრეზიდენტი ვისი პრეზიდენტია, ვისი? მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ქართული ხალხის ერთსულოვნების მაინც მიუხედავად იმისა, რომ რაღაც აქციებზე ხალხი თვითონ მიიღო რაღაცა, მაგრამ თითოეული ადამიანი რომ ფიქრობს ასე ანუ ვერ გავიტეხეს, ვერ გვათქმევინეს ვარი პროტესტზე, ვერ გვათქმევინეს იმაზე, რომ ეს ხელისუფლება ლეგიტიმურია, ჩვენია, არავის არ არის, ეს ხელისუფლება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცის, ბიზნა ივანიშვილის და მასზე მდგომის ზემოთ პუტინის, რომელსაც სურს ასეთი ხელისუფლება საქართველოში, თუ დავაკვირდებით ისტორიის კონტექსტს, როცა საქართველოს გადაწყვეტა დამოუკიდებლობა, თავისუფლება ნატოსკენ, ევროკავშირისკენ სწრაფვა და სულ ობიექტურად უნდა ითქვას, რომ აგვიანებული იყო ჩვენი გაწევრიანება ან ნატოში, ან ევროკავშირში. თუმცა ამან მიგვიყვანა აქამდე, ჩვენ რომ ყოფილიყავით რომელიმე კავშირის წევრი, ან ნატოში, ან ევროკავშირის, დღეს ეს მდგომარეობა არ გვექნებოდა. აი რაც დაემართა უკრაინას, ხო? იმიტომ რომ თავის დროზე არ იქნა მიღებული ნატოში. სწორედ ეს ამიტომაც აშინებს რუსეთს, ხო, რომ დაკარგავს კონტროლს საქართველოზე. იცით რა არის? ცოტა ლოგიკას მოკლებულია საერთოდ მათი ქმედებები, მე ვხვდები ან რატომ იჭერენ, ან საერთოდ ათავისუფლებენ, ან საერთოდ რასაკეთებენ. მე ვფიქრობ, რომ ლოგიკაში, თანმიმდევრობაში რაღაცა დისციპლინა მაინც ქონდა, თამათა რაღაცა ერთსულოვნება და ფუნდამენტალიზმი რაღაცა გაუგებარი და ეხლა იმდენად მორყეულები არიან, აი საკუთარ ტიპებს იჭერენ, მე ვიღაცებს ნიშნავენ, რომლებიც აგრეთურმე ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ. მე ვიღაცა 4 თვე ყავდა ბოლხანაშვილი სუსის უფროსად, მე დინარაძე დანიშნეს, ანუ ერთი მეორეს ვიცი. ეს რასაც ჩვენებს თქვენთვის, რატო ხდება ეს საკადროცვლებები? ასე თორნიკე რიჯვაძის ამბავი რაც მოხდა. თორნიკე რიჯვაძის ამბავი ვინესროლა, თავისი ისროლა. დღემდე არაფერი არ ვიცით, ხო? არც გამოძიება არაფერს არ ამბობს, არც თორნიკე რიჯვაძის ოჯახი, არც თავად თორნიკე. რიჯვაძე ხო არ იყო რაღაცა საჯარო მოხელე ჩვეულებრივი უბრალო, ეგ იყო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ხო, აჭარის მმართველი კაცი და რა ვიცი ახლა მე ვიღაცამ ზოგიდან ესროლა თუ თვითონ ისროლა თუ ვიღაცას გაუვარდა, ხო, ეს ხო ჩვენ არ ვიცით. სინამდვილეში ჩვენ ვიცით ერთი რამ მოხდა თქვია ადამიანს და გადავფიქრდა თურქეთში. ესეც კიდე გაუგებარი ამბავი, რა ვიცი ახლა ამ თემაში შემიძლია არ შევეხო როგორც ხელოვანმა და რეჟისორმა. რა ვიცი მე, ჩემი მეგობარი, ჩემი ახლობელი ამდენი დღე იწვა
კლინიკაში, რეანიმაციაში და ბოლოს რა დაგვიჯდა რა ნერვების პასად. მთელი საქართველოს ფული შეიკრიბა. ოთარ ქათამაძის, რომელიც გარდაიცვალა. ხო, შეიკრიბა და ძლივს გადავიყვანეთ თურქეთში და ვერ გადარჩა და სამწუხაროდ უკან ჩამოვასვენეთ. ეს მესამე დღეს გაფრინდა და თუ ესეთი კარგია აქ კლინიკები ემკურნალობა მეცნიერში მასაც და იქნებოდა კარგად რა ვიცი ხა. თქვენ ახსენეთ ოთარ ქათამაძე და აქვე მინდა გითხოთ ბათუმის დრამატულ თეატრზე, სადაც გუშინ იყო თქვენ დაპირისპირება, თქვენ რეჟისორი ხართ და იცნობ ძალიან კარგად ამ დას. რას აჩვენებს და რა გამოჩნდა თქვენთვის გუშინოს შეხვედრის დროს, როცა საუბარი დაიწყო ნუკლი ქანთარიამ სახელმწიფო შეხვედრის დროს გასტროლებზე და არა ოთარ ქათამაძის იგივე და სამძებარი მას არ გამოუხადოთ. ეს იყო მთავარი საყვედური და სის მხრიდან ნუკლი ქანთარიას მინდა მივყვე ერთ რამს. ოთარ ქათამაძე იყო ჩემი შეხედულებით და არა მარტო ჩემი მთელი თეატრის და მთელი ხელსახელოვნების სფეროს ძალიან მაღალი კლასის მსახიობი, ძალიან მაღალი კლასის რეჟისორი, ძალიან მებრძოლი ადამიანი სამართლიანობისთვის. იმიტომ ჩვენ ვიცით რომ ოთია არა მარტო სპექტაკლებს აკეთებდა, არა მარტო პიესებს წერდა, არა მარტო სპექტაკლებს თამაშობდა უმაღლეს დონეზე. აქაც იყო თავისი კაფიდან მოტანილი საქმეების სასმელით ესე იყო და თეო აქციას აპირებდა, მაშინ როცა აქცია ფიქში იყო და ბევრი ადამიანი მაშინ როცა თოვდა ასევე იყო, რა ვიცი, აი ცხელი საქმეები, ყავა, ეს ყველაფერი უფასო, მისი შინაგანი სამთრის ცივს აღამობს და ახსოვს ოთარ ქათამაძის ხრივა. ოთარ ქათამაძე და მე პოსტიც კი დავწერე და ჩემ მეგობრებსაც უთხარი მსახიობებს და ვინც აქეთ არ არის და უცხოეთში ვინც არის იმასაც. თუ არა პოლიტიკა, თუ არა ვიღაცის შიში, თუ არა ვიღაცის მონური რაღაცა სული. რა თქმა უნდა, ყველაფერი პოლიტიკასთან არის კავშირი. თორე აბა რა, ეხლა კარგი ხელოვანი, კარგი ადამიანი, სამართლიანი კაცი რატო არ უნდა გიყვარდეს და რატომ არ უნდა შენ ხო იმ დასის ხელმძღვანელი ხარ. ჯერ არავის ხელმძღვანელი ეგ არ არის და მაგისი არ არის ეგ თეატრი ჩვენია, ბათუმელების, აჭარის მკვიდრების და მე არის მსახიობების და მაგისი არ არის ეს ხელმძღვანელია და იმ თეატრის ხელმძღვანელი იმ ქალაქში, სადაც ეს თეატრია და იმ ქალაქში, სადაც სცენიდან გაასვენეს ადამიანი და პატივი, ამხელა პატივი დადეს და მთელი ნახევარი საქართველოს თუ მეტი არა თეატრალური და სახელოვნებო სფეროს ადამიანები ჩამოვიდნენ, ზოგი საერთოდ საზღვარგარეთიდან ჩამოფრინდა. ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი აქ იყო, მანა ბოგათავაძე, მე ანდროსგან ენუქიძისგან ძალიან დიდი დახმარება და მხარდაჭერა ისა ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები მათ შორის, ხო ამ თეატრის მინისტრი ალბათონი მაია მოვიდა გასვენებაში დააფასა ადამიანი მით უმეტეს როცა მათი პოლიტიკური შეხედულებები საერთოდ არ ემთხვეოდა ერთმანეთს. ეს ადამიანი ხო არასოდეს აღარ დაბრუნდება ბათუმში. ხო აღარასოდეს აღარ გაივლის ამ ქალაქში. მე მივყვეთ თანამდებობა კულტურის მინისტრის არ გამოჩენება, არც გასვენებაში, არც ამ ზინარზე, საერთოდ არც მისი ავადმყოფობის პერიოდში რაიმე არ გაუკეთებია. და ასევე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. ეს სამი ადამიანი არის ამ ქალაქის. ერთი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მეორე კულტურის მინისტრი და მესამე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. თამაზაშვილზე ვაპარაკობ. ხო, ელისო ბოლქვაძე. სად იყვნენ? აქ რომ არ იყოს პოლიტიკური ამბავი, აქ რომ არ იყოს პოლიტიკურად აი მეშინია. აქ ხედავთ პირდაპირ პოლიტიკურ мотиваციას მათ ამგვარ დამოკიდებულებაში, სამძიმარის არ გამოხატა ეს. ადამიანი როგორ შეიძლება გეზიზღებოდეს? ან მისი ხელოვნება არ მოწონდა, ან როგორც ადამიანი იყო მიუღებელი, რამე საშუალება და სუფთა პოლიტიკური კონტექსტი. თავიდან მომდევნო. ან იმის გამო დაასაჯეს ბჭყალებში, რომ ოთარ ქათამაძე იყო პროევროპული აქციების მონაწილე. იმის გამო, რომ ძალიან არ მიყვარს ეს პროევროპული, იმიტომ რომ ჩვენ ევროპელები ვართ, ჩვენ შინაარსით, კულტურით, ისტორიით, იმით სამართლიანია. ხო, ევროპა ხო სამართლიანობაზე და სამართლიანი თამაშის წესებზეა აგებული. აქედან გამომდინარე, ეს კაცი სამართლიანი წესებით თამაშობდა, სამართალს ეძებდა, ზუსტად ამ სამართალს და ამ სისტემას შეეწია. იმიტომ რომ ეს ხო მაღალ წნებებს ატარებდა თავის ტკივილები ქონდა და ამას ემატებოდა სტრესები, თეატრში პრობლემები, იქ რაღაცა ქუჩაში, რაღაცას არ დაგაკეთებინებ, არ დაგადგმევინებ, არ დათამაშებ, ეგ ხო ხელოვანზე ძიმეთ, ჩვენ ხო ემოციური ტიპაჟები ვართ, ხო? ამანაც გამოიწვია და ეს იყო წითელი ხაზი. აი წითელი ხაზიც აღარ ქვია ჯაბა, ამას ქვია ფსკერის მიღმა რაღაცა. აი როგორ შეიძლება ემპათია არ ქონდეს, ადამიანური ემპათია, დაღუპული ადამიანის მიმართ და ნუ თუ ვერ მოიკითხა ამ კაცს. ამიტომ ვამბობ რომ რახელოვანია ოთარი კაცი, ამიტომ ამბობ პოლიტიკური კონტექსტია. შიში და დეისაძეს დავესესხები, რაც მამას უნდა.
რაც მამას უნდა იმას აკეთებდა. ეს მამა ზის, არ ვიცი, შეიძლება სამხრეთ კორეაში, შეიძლება ბრაზილიაში, შეიძლება სოუგაში. ბიზნესმენის აი ამ კაცს როგორ გადავახავ, ამ შიც როგორ გადავახავ. შენ რეჟისორი და ხანთარია რეჟისორი. ხო სტუდენტებს ასწავლიდა თეატრალურ უნივერსიტეტში. ხო სპექტაკლებია, ხო მსახიობებთან მუშაობდა. ეხლა როგორ უნდა დაბრუნდე კაცი და თქვა რომ მე ქაში ვიყავი, ტელეფონი ვერ იჩენდა 21 საუკუნეში რას მომანაკება. სისულელეა, როგორ შეიძლება ამის გაჯერება, პოსტი მაინც დაეწერა და მე თეატრში მოდის და ეძახის რომ ისიც რა არის გასტროლზე უნდა წავიდეთ, ვის რა თუნდა ეგ გასტროლი და ვის რა თუნდა საერთოდ ეგეთი და მსახიობები არ ითანამშრომლობენ კანტონს. და რო არ ითანამშრომლობენ, გუშინ ძალიან კაფეოდ ჩანდა, ძალიან მტკიცე პოზიცია დასის წევრების უმრავლესობა. 99% დიდი მადლობა გინდა თქვენ რადიო თავისუფლება თავიდან ბოლომდე ბათუმელება უკაცრავად თავიდან ბოლომდე გააშუქა ეს პროცესი რა ხდებოდა და კარგად დავინახეთ თქვათ ვინ არის და ხანთარია არ არის ჩვენი თეატრის სასის ხელმძღვანელი არც არასოდეს არ იქნება თქვენ ხართ ამ დასის წევრი ასევე ამ დასის წევრიც ხართ თქვენ ასევე მე ამ დასის წევრი არ ვარ თეატრის თანამშრომელი საერთოდ არ ვარ მაგრამ როგორც რეჟისორს მე შეგვიძლია დამოუკიდებლად ვაკეთო რაღაცები იმიტომ რომ დიდი სოლიდარობა რა თქმა უნდა ბათუმის თეატრის მსახიობებს მაგრამ რაღაცა ჩემი შინაგანი სუბიექტური შექმნება სისტემასთან და სისტემის ტიპებთან თანამშრომლობა არ შემიძლია თავიდანვე დიდი მადლობა ეს იყო როინდვალი თქვენ მას უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში ეს კი ბათუმის პროევროპული აქციაა 292 საღამო როცა მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში და პირველ რიგში ითხოვენ პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლებას ასევე უცვლელი მოთხოვნაა ახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და არლეგიტიმური მთავრობის გადადგომა ეს ამ მოთხოვნებით მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩებში 2024 წლის 28 ნოემბრიდან სწორედ მას შემდეგ როცა ოცნების არლეგიტიმურმა მთავრობამ და მისმა პრემიერმა ერეკლი კობახიძემ პრაქტიკულად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი და თქვა რომ ევროკავშირში გაჭირვების შესახებ მოლაპარაკებები არის გადადებული 2028 წლამდე სწორედ ეს განცხადება აღმოჩნდა პრინციპულად მიუღებელი საზოგადოებისთვის საქართველოში რადგანაც ძალიან კაფეოდ გამოჩნდა სად შეიძლება იყოს საქართველოს ადგილი და რა შეიძლება მას დაემართოს ევროპელი და დასავლელი მეგობრების და პარტნიორების გარეშე აგრესორი რუსეთის პირისპირ. მოდი გოჩა მელაძეს გავესაუბროთ. მოგესალმებით ბატონო გოჩა. თქვენთვის რა გამოჩნდა დღეს რა თამაში გვეთამაშება ამ შემთხვევაში ბიძინა ევანიშვილი, როცა ყავალაშვილმა შეიწყალა ლელოს ორი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. მოგესალმებით ბატონო ჯაბა, ოცნება აგრძელებს თავის ბინძურ თამაშს. სამწუხაროდ ამ მომენტისთვის მე გამიჭირდება საერთო სურათი შევაფასო საბოლოო ჯამში რაც ემსახურება, მაგრამ მე შემიძლია იგივე ფაქტებით ვისაუბრო ალბატონის ზეამაყობელი საპატიმროში იმყოფება შვიარც ერთმანეთს საპატიმროში იმყოფება და დაახლოებით 60-70 ადამიანზე მეტი სინდისის პატიმრები მთელმა საზოგადოებამ იცის რომ პატიმრობაში იმყოფებიან ეს ანტონ ჩეჩინი რომელსაც მძიმესი ონკოლოგიური დაავადება წარმოუდგენელს იმყოფება საპატიმროში და 8 წელი აქვს მისული. ოცნება როგორც ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად ჩახლართოს თავისი ინტრიგების გამოყენებით დააპირისპიროს, გახლიჩოს საზოგადოება. ასე ნდობა დაუკარგოს პოლიტიკოსებს ოპოზიციას. მე ველოდები უცხოელად გითხრათ რომ ანალოგიური ბრალდებით არიან სხვა ოპოზიციური ლიდერები დაკავებულები. ოცნებამ იგივე პრინციპით უნდა იმოქმედოს და დაუყოვნებლივ უნდა გაანთავისუფლოს ის ადამიანები საპატიმროდან. რაც შეეხება ოცნების მთავარი თემა, რაც შემიძლია გითხრათ, ოცნება ცდილობს მაქსიმალურად ქუჩის აქციებს დაუკარგოს ფასი და წარმოაჩინოს თითქოს უშედეგოა აქ იმყოფებიან რადიკალები, მაგრამ მინდა საზოგადოებას უთხრა, რომ სწორედ ამ აქციების ერთ-ერთი მთავარი შედეგია ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერა და ის სანქციები, რომლის წნეხის ქვეშაც იმყოფება ქართული ოცნება. ამიტომ ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ, მე პირადად გავაგრძელებ ამ ყოფნას მეგობრებთან ერთად
და რეალურად მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ოცნების უსამართლობის, უკანონობის, ბოროტების შესახებ მოუყვე ადამიანებს. ჩვენ სამეზობლოში, სანათლისაოში, სამეზობლოში ყველას უთხრა, რომ რას აკეთებს ოცნება, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მექნება, მე მზად მივაწოდო ჩემს ირგვლივ ყველას. თქვენ როგორც ერთი მოქალაქეს, რამდენად გაქვთ იმის იმედი, რომ პოლიტიკური ოპოზიცია, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ახმოვანებენ თქვენ სათქმელს და ერთგვარად აძლიერებენ ამ პროცესს, როგორც პოლიტიკოსები, ხო, ეს პოლიტიკური პროცესია. თუ თვლით, რომ მოახერხა მეტნაკლებად ივანიშვილმა პოლიტიკური ოპოზიციის ასე ვთქვათ დასუსტება, მათ მიმართ ნდობის დაკარგვა, სხვადასხვა გზებით და საშუალებებით, და ეხლა მოქალაქეებმა თავად უნდა აიღონ ეს პასუხისმგებლობა დღეს, ვინც ხედავენ, რომ ქვეყანა არის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე. იმის არ აღიარება ერიგითი მოქალაქის გადმოსახედიდან, რომ დღეს ოპოზიცია დაკსაქსულია, დაპირისპირებულია, არის ძალიან მარტივი, იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ამდენი დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა ერთ მაგიდასთან დაჯდომა და საერთო გადაწყვეტილებაზე შეჯერება. ამ დროს ძალიან ბევრი ათასობით, 100.000-ობით ადამიანის ბედი წყდება, იმიტომ რომ ეს ადამიანები ვდგევართ ქუჩაში 282 დღეა თურმე რეალურად ოცნება გვახჩობს თვითონ ჩვენთაგანს, გვიქმნის ყველანაირ პირობას, რომ გავიქცეთ ამ ქვეყანას. არ ვიცი, უსამართლობის ზენიტია, უკანონობის ზენიტია, იგივე საკუთარ თავზე გამოვცადე და არაერთმა ადამიანმა, რომელიც აქ იმყოფება. ეს თქვენი შვილის შემთხვევაში, რომელიც აღმოჩნდა ძალადობის მსხვერპლი და ამ დრომდე არ გაჭიანურებული ეს პროცესები. და აჭერს შეგნებულად, მიზანმიმართულად ოცნება ცდილობს. ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა, არ ვიცი, ძალიან ცუდი და ბოროტი ხუმრობა, თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამით შეძლებენ ჩემს გაკეთებას, ძალიან ცუდად გამიცნეს თავის დროზე. მე მათ ვირდები გულწრფელად ვამბობ, აი ვფიცავარ ღვთისა და ერის წინაშე. ძალიან მწარეთ ერთი ადამიანის პირობებზე რაც შეიძლება, ისინი ყველაფერს გავაკეთებ, რომ თითოეულმა მათგანმა პასუხი აგოს ამ სამართლობის ბოროტებისთვის. ეს კი არა, მასზე უარესები დასრულებულა და აუცილებლად დადგება საქართველოში ის დრო, რომ ქართული ოცნების წევრი ვიყავი, ეს იქნება არამხოლოდ სირცხვილი, არამედ დანაშაული. ამიტომ რაც არ უნდა გააკეთოს, რა манипуляციებსაც არ უნდა მემართოს ქართულმა ოცნებამ, მე მაქვს იმედი საზოგადოების ერთიანობის, საზოგადოების კონსოლიდაციის და ჩვენი ხალხი არის აი თითქოს უმარე, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ზუსტად ვიცი და მე ეს მაქვს ნანახი, საზოგადოება გაერთიანდება და ყველა მოძალადებს, ბოროტს, კორუმპირებულს გასცემს პასუხს. დღეს თუ ვინმე არის ჩვენს ქვეყანაში, ეს პირველ რიგში ქართული ოცნება. დიდი მადლობა, ეს კოჩამელაძე იყო, მოქალაქე. არმასებს ვისურვებ ჩემი სოლიდარობა და პატივისცემა. მადლობა თქვენ წარმატებები. ასეთია მოქალაქეების განწყობები ბათუმში პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. მოდი გავესაუბროთ კიდევ რამდენიმე მონაწილეს. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგესაუბროთ. მოდით ახლა არა გაძალიან. კარგი. თორნიკე, თქვენ მინდა გითხოთ, ცხინვალის ქონა დღეს რეაქცია, რომ ძლივს მოვისმინოთო, 17 წელი ველოდებოდითო ამ პასუხსო ჩვენ და რუსეთიო ერთადო, რაც უნდა ეთქვა საქართველოსო, რომ ისინი დამნაშავეები არიანო ჩვენს წინაშე. რას ნიშნავდა ემოციურად პირველ რიგში თქვენთვის ამ განცხადების, ამ შეფასებების მოსმენა ცხინვალიდან? პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ოცნებისგან ეს ნაბიჯი არ ახალია, დიდი ხანია უკვე საუბრობ პირველ რიგში ბოდიშის მოხადაზე და უნდა აღნიშნო აუცილებლად, რომ ნაომარი ქალაქი, ნაომარი ქვეყანა ზოგადად ბოდიშს არიხდის და რაც არ უნდა აბრალონ და რაც არ უნდა პროპაგანდა ამუშავონ, რომ სინამდვილეში თურმე ეს მხოლოდ სააკაშვილის და მისი პარტიის დადანაშაულებაზეა საქმე. მინდა აღნიშნო კიდევ ერთხელ, რომ პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც საკუთარი ქმედებით, საკუთარი საუბრით და ყველა განცხადებით წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას და მისი დადანაშაულება აუცილებლად ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დადანაშაულებას ომში, დადანაშაულებას, რაც არის ეს ასე გაიგეს კიდევაც, ხო? ცხინვალსა და მოსკოვში აქტი ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან. ან რას გვიპირებენ თქვენ ეს? რატომ მიიღეს ასეთი დადგენილება? რატომ იმუშავა საერთოდ ამ კომისიამ? თქვენ რა შტაბეჭდილება შეგექმნათ? ჩვენი შტაბეჭდილებით ეს არის ნაბიჯი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დაკარგვისკენ. ან აპირებენ მისი დამოუკიდებლობის აღიარებას აფხაზეთის და ამას გულისხმობს მათი ყველა ქმედება ამ მხრივ. თუ
თუნდაც ეს მთლიანი კომისია ამისთვის იყო შედგენილი, მე ეგეთი შთაბეჭდილება რჩება და როგორც ჩანს, არა მარტო მე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობასაც მათი ეს ნაბიჯი ეგრე აფიქრებინეთ. ყოველ შემთხვევაში ეგ არის პირდაპირ კოზირის მიცემა რუსეთისთვის, რაც არის სრული აბსურდი და მოღალატეობრივი იქნება უბრალოდ. არაფხოლოდ პოლიტიკური კოზირი, არამედ სამართლებრივი საფუძველი ერთგვარად, ხო? იმიტომ რომ ეს არის საპარლამენტო კომისია, მართალი არ ლეგიტიმური მთავრობა, მაგრამ ქვია საპარლამენტო კომისია. ეს კომისია დებს დასკვნას, რომელსაც შემდეგ მიეწევ განკარგულების სახე, რომ აუცილებლად გამოიყენებს ჰააგაში ეგრეთ წოდებულ სასამართლოზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის პირდაპირ დამაზიანებელი და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, მოღალატეობრივი იქნება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ვალი უნდა იყოს დღეს, რომ ამ ყველაფერს გაემიჯნოს, არ წავიდეს არჩევნებზე და ლეგიტიმაცია არ მიცეს ამით 4 ოქტომბერს არალეგიტიმურ ხელისუფლებას და ერთხელ და საბოლოოდ თქვას უარი ამ მოღალატეობრივ რეჟიმზე. მოღალატეობრივი იყო არა მარტო არ განცხადებით მთელი თავისი მოღვაწეობის ფარგლებში ბევრი მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა ჩვენმა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, რითიც კოზირები აძლია ესე ვთქვათ რუსეთს და ოკუპაციურ რეჟიმს. ეს იქნებოდა თუნდაც ანწუხელიძეზე ხაზგასმა, რომ თითქოს ისინი ფუჭად შეეწირნენ ვიღაცებს და პრეზიდენტს და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ გმირები არ ყდებიან, ისინი ფუჭად არ შეწირულან, ისინი დაიღუპნენ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის, ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის და ამ ღირსებას 4 ოქტომბერს აუცილებლად დაიბრუნებს ქართველი ერი. რა ეტაპზე ხა ქართული ოცნება და ოცნების რეჟიმი თქვენ დააკურებით? ძლიერდება ეს დიქტატურული რეჟიმი, თუ არაფერს არ თმობს ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს გარედან და მის ხელში ისევ ძალაუფლება, ხო? საჯარო სამსახურები, სასამართლო, პოლიცია, ხო ეს ყველაფერი მის ხელშია. ძლიერდება თუ სუსტდება თქვენ რა შთაბეჭდილება? გარედან შეიძლება არ ჩანდეს ეგ ყველაფერი, თუმცა საბოლოო ჯამში უფრო ფართო მასშტაბში თუ შევხედავთ ამ სურათს, ჩვენ დავინახავთ აუცილებლად, რომ საერთაშორისო სანქციები მუშაობს მათზე, მათ ყოველდღიურად უწევთ კადრების ჩანაცვლება, შეცვლა. ყველა ჩვენ ხედავთ, რომ ყველა დასანქცირებული პირი მოიშორა ქართულმა ოცნებამ, თანამდებობებს ჩამოაშორა, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ კი სანქციებს აზრი აქვს, კი აზრი აქვს რუსთაველზე აქ ყოველდღიურ ბრძოლას აზრი აქვს და ეს განსაკუთრებით ჩანს იმაში, რომ ქართული ოცნება დღითი დღე ცდილობს არჩევნებში ჩაითვლიოს, არალეგიტიმურ არჩევნებში ოპოზიციის ნაწილი და ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის მეორე ნაწილს, მეორე ფრთას, რომელიც არ ღალატობს ამ ბრძოლას, უღალატოა საკუთარი პრინციპების მიმართ და ამ ბრძოლას ეს ოპოზიციის ნაწილი და იმ ხალხის დიდი ერთობა, რომელიც ამ ბრძოლას არ ღალატობს და არ შედის ესე ვთქვათ მოღალატეობრივ არჩევნებში, არ თმობს გზას, ბოიკოტის გზას, რუსთაველზე ყოველდღიურად იკრიბება და გამოხატავს თავის სათქმელს ამ შეკრებით, ჩვენ აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე. ქართულ ოცნებას მოუწევს, რომ გამოუშვას ყველა ტყვე, ესე ვთქვათ, ყველა ტყვე, რომელიც იცავდა საკუთარ თავისუფლებას რუსთაველზე, როცა საჭირო იყო და მას აუცილებლად მოუწევს ძალაუფლების დათმობა. ერთადერთი გამოსავალი ქართულ ოცნებას აქვს ეს, რადგან ეს ბრძოლა არ დამთავრდება მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევს ქართველი ხალხი. დიდი მადლობა. ისტორიკი კაკალაძე იყო, თქვენ მას უსმენდით. ეს ბათუმის საპროტესტო აქცია, პროევროპული აქციის 292 საღამო. დღეს ასეთი იყო საპროტესტო აქციის მონაწილეების გზავნილები, რომელსაც თქვენ ისმენდით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ეს პროექტი ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G-დან გაზეთი G-რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. მდროებით.